ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებმა როდის მიიღეს? ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ეს ცხადდება ოფიციალური წყაროებითაც საიტებზეც იყო დადებული და ყველა ვებგვერდზეც გავრცელდა და საჯაროა ეს ინფორმაცია და შეგიძლია იხილოთ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გვიდასტურებს, რომ დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი დიდთოვლობის შესახებ ყველა შესაბამისი უწყება წინასწარ გააფრთხილა. სამინისტროებს და ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენიმე დღით ადრე ჰქონდათ მონაცემები, რომ ძლიერი თოვა იყო პროგნოზირებული. ჩვენ გედევანიშვილს ახლა ვთხოვთ დააკონკრეტოს, რა ეწერა მის გაგზავნილ შეტყობინებებში. Თქვენს პროგნოზში, რომელიც ეგზავნება სამინისტროებს, მუნიციპალიტეტებს, ჰქონდა თუ არა მითითებული, რომ დიდთოვლობა აი ეს სიტყვა იყო თუ არა მითითებული? ეხლა ნამდვილად ის ვორდინგი ნამდვილად ხელსაც არ მახსოვს, მაგრამ ზოგადად ნალექის სახით რო იყო მოსალოდნელი გაფრთხილება იყო ამასთან დაკავშირებით, კი რა თქმა უნდა და შესაბამისად მოსალოდნელი იყო უხვი ნალექი თოვლის სახით. გედევანიშვილი მართალია. პირველი გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოდან 18 თებერვალს გაიგზავნა. სტიქია მძიმე ფორმები კი 22 თებერვალს მიიღო. ანუ რეჟიმს მინიმუმ 4 დღე ჰქონდა, რომ მაღალმთიანი სოფლებიდან ხალხი გამოეყვანა და რეგიონებში სპეცტექნიკა შეეყვანა, რომ დათოვლილი გზები ტრაქტორებს მალე გაეწმინდა და საქმე კოლაფსამდე არ მისულიყო. 2 მეტრო თოვლში გარეთ ვერ გამიყვანა კაცი და სახმადებოდა მოყვაში. გარემოს ეროვნული სააგენტო შეტყობინებებს აქვეყნებს 19-დან 21 თებერვლამდეც. აქ ისიც კი წერია, რომ ელექტროგადამცემი ხაზები გაიყინება, ანუ ხალხი უშუქოდ დარჩება. თულის სიტუაცია. გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ გაეგზავნა სამინისტროებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და საავტომობილო გზების დეპარტამენტს. შეტყობინებები იყო ელექტრონულ პოსტაზეც და ტელეფონშიც. ბიულეტენი ვის ეგზავნება? თვითმმართველობებსაც ეგზავნება სხვადასხვა სამინისტროებს. თვითმმართველობებს და სამინისტროებს ეგზავნება ეს ინფორმაცია. აი წესით რომ წაიკითხათ, რეაგირება ხო უნდა მოეხდინათ ბატონობას? არ დარწმუნება რომ წაიკითხეს და რა ვიცი რეაგირებაც ხდება. ვფიქრობთ რომ ეს რეაგირება იყო ჯარიც კი 4 დღის შემდეგ გაიგზავნა რეგიონში. მე გეტყვით ახლა ჯარის ეს დაგვიანებული არ არის. ჯარზე თქვენ ვერ გამწვით პასუხს, მაგრამ ცოტა ადრე რომ დაეჭირათ თადარიგი ეს ვითარება ხო არ იქნებოდა? სტიქიას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, მაგრამ რეჟიმი მომზადებული რომ შეხვედროდა დიდთოვლობას, არც ხალხი აღმოჩნდებოდა იზოლაციაში და არც ის მძიმე შედეგები დადგებოდა, რასაც ერთი კვირაა ვუყურებთ. ბუნებრივი სტიქიის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის ინფორმაციის სწრაფი მიღება და ამ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება. თავრობამ ყველაფერზე დააგვიანა, ანუ ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დააგვიანა რეაგირება და ცენტრალურმა ხელისუფლებამაც დააგვიანა რეაგირება. ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ თავრობამ რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალური ქსელი რეჟიმის კრიტიკით აფეთქდა. მოსახლეობა კობახიძეს და ივანიშვილს მოქალაქეების განსაცდელში მიტოვების გამო ლანძღავდა. 25 თებერვალს, ანუ სოფლების თოვლში ჩაფვლიდან მესამე დღეს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი წერილს უგზავნის ვახო გომელაურს და სთხოვს მისცეს ნებართვა გამარტივებული შესყიდვით 3 თოვლმავალი 212,490 ლარად იყიდოს. ხელშეკრულება 25 თებერვალს 4-ის ნახევარზეა გაფორმებული. მაგალითად, სახელდახელოდ იყიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 3 თოვლმავალი ვინმე სერგო შუღაროვის კომპანიიდან, რომელიც არის ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველი, 100,000 ლარი აქვს თითქმის შემომწირველი ქართული ოცნებისთვის. თავრობა გზების გაწმენდაზე ფიქრი უხვი ნალექის მოსვლიდან 4 დღის შემდეგ დაიწყო. არადა ჯერ კიდევ 18 თებერვლიდან იცოდნენ, რომ დიდთოვლობა იყო მოსალოდნელი. აი კიდევ ერთი დოკუმენტი. ოზურგეთის მერიამ მხოლოდ 26 თებერვალს აღმოაჩინა, რომ მისი ტექნიკით გზებს ვერ გაწმენდა და ითხოვა ნებართვა 300,000 ლარად ეკირავებინათ კომპანია, რომელიც ამას გააკეთებდა. ახლა გადაწყვიტა ოზურგეთის მერიამ, რომ 300,000 ლარად იქირავოს სახელდახელოდ რაღაც ტექნიკა სოფლების გასაწმენდად. რაც, ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში გვიქმნის შთაბეჭდილებას და გამოგვაქვს დასკვნა, რომ ყველა სახელმწიფო უწყება ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე რეაგირებს შემდგომ პოსტფაქტუმ და არა არც ერთი უწყება არ იყო მზად ამისთვის ადეკვატურად და წინასწარ. მოქალაქეებზე პასუხისმგებელ სახელმწიფო მმართველებს რეაგირება პირველივე წუთიდან უნდა დაეწყოთ. როგორც კი შეტყობინებები ამინდის გაუარესების შესახებ მიიღეს.
სტიქიას ხო მოვერევით ხო ვერ გავაჩვენოთ ჩვენი პრემიერი ამობს. ვინ ეუბნება სტიქია გააჩერება? სტიქია მომზადებული უნდა შეხვდე. სტიქია საკუთარი მადამ უნდა გააჩერო. მადის შეჩერების სურვილი რომ მქონდეს, ქართულ ოცნებას და პასუხისმგებლობა დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ტექნიკური მარილის მარაგი იქნებოდა. შესაბამისად არ დაიკარგებოდა პირველი საათები. მარილს მაშინვე დაყრიდნენ. ინტენსიურ თოვას კი ჩვეულებრივი ტრაქტორებითაც გაუმკლავდებოდნენ. ანუ თოვლის საფარი არ მიაღწევდა 1 ან 2 მეტრს. მას შემდეგ, როდესაც გზაზე 2 მეტრი თოვლი იდება, მას უკვე მარტივად უფრო პატარა ტრაქტორით და მანქანით ვეღარ წმინდავ, ანუ უკვე ჭირდება თოვმჭრელი, უკვე ჭირდება ცოტა ისეთი ძლიერი ტრაქტორები, რომელთა რაოდენობა შეზღუდულია და ვერც მიგყავს ეს ტრაქტორი სწრაფად და ყველაზე დიდი პრობლემა ზუსტად იმიტომ შეიქმნა, რომ ეს გზები არ იყო გაწმენდილი და ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთს ეხმარებოდნენ ამ პროცესებში, ჩამოდიოდნენ თქვათ ქალაქიდან, ან იქვე მეზობლები ეხმარებოდნენ, ფიზიკურად ერთმანეთთან ვეღარ მიდიოდნენ. და ამის გამო ახლაც უკვე ახლაც საშიში მდგომარეობა იქ, სადაც ჯერ კიდევ სახურავებზე თოვლია დარჩენილი, იმიტომ რომ ნობას იწყებს ეს თოვლი, მძიმდება და უფრო დიდი რისკია, რომ სახურავები ჩაამტრიოს. სოფლების ჩაკეტვიდან და ხალხის იზოლაციაში მოქცევიდან მხოლოდ მე-5 დღეს მიიღო კობახიძემ გადაწყვეტილება თავდაცვის ძალები ჩაერთო მოსახლეობის დახმარების ოპერაციაში. ესეც მას შემდეგ, რაც დე-ფაქტო პრემიერი სალომე ზურაბიშვილმა ჯერ Facebook-ზე გალანძღა, შემდეგ იუნკერთა მემორიალთან. თანამდებობის პირი, რომელიც სტიქიის დროს დროულ რეაგირებას არ განახორციელებს და ამას მოყვება მსხვერპლი, ამას მოყვება ნგრევა და ასე შემდეგ, ეს ადამიანი არის დამნაშავე. ეს არის თანამდებობრივი გურგილობა, რომელსაც მოყვა, ასე ვთქვათ, ცუდი შედეგები. პასუხისმგებლობა არ აქვს ამ ადამიანებს ხალხის მიმართ, ანუ პასუხისმგებლობა აქვს მხოლოდ ბიძინევანიშვილის მიმართ და შესაბამისად ქვევით, ანუ ხალხს არა ურჩევია და შესაბამისად პასუხისმგებლობას ვერ ხედავს რა. ეს კადრები 28 თებერვალს არის გადაღებული. სტიქიიდან მე-6 დღეს. თოვლში ჩაფლული სოფლების თავზე ავიაცია გამოჩნდა. ოღონდ საბჭოთა Mi-8 ტიპის ვერტმფრენი და ისიც იმისთვის, რომ ვახო გომელაურს, ირაკლი ჩიქოვანს და კობახიძის ადმინისტრაციის უფროს ციდან დაეთვალიერებინა რა დღეშია ხალხი. კადრებში ჩანს, რომ ვერტმფრენში 9 ადამიანი ზის. მათ შორის არის ფოტოგრაფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის უფროსი და ოპერატორი. არც ერთი მაშველი, ვინც პრაქტიკულად შიდა პატიმრობაში მყოფი ადგილობრივების მდგომარეობას გაეცნობოდა, ბორტზე არ იყო. ამ საჩვენებელ ფრენას ერთადერთი მიზანი ჰქონდა. ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ თითქოს მუშაობენ. ახალი H-45-ები გამოირჩევა სიმძლავრითა და მანევრულობით და 1700 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია. შვეულმფრენის მონაცემების საქართველოს მაღალმთიანი რელიეფით შექმნილ გამოწვევებს სრულიად პასუხობს. H-45 სრულიად აღჭურვილია ყველა სამაშველოს სამუშაოებისთვის. როგორც ცეცხლის ქრობაზე, ასევე ხალხის ამოყვანაზე, მაღალ სიმაღლეებზე, დაბალ სიმაღლეებზე. ეს ფრაგმენტია რეპორტაჟიდან, რომელიც სამთავრობო არხზე 2024 წლის მაისში გავიდა. ხელისუფლება მაშინ მოსახლეობას აიმედებდა, რომ უკვე ყავს ფრანგული სამაშველო ვერტმფრენები, რომლის დახმარებითაც გასაჭირში მყოფ ადამიანებს აღარ მიატოვებენ. ვერტმფრენს დამყარებული აქვს სიმაღლეზე ფრენის რეკორდი და მას 7000 მეტრამდე სიმაღლეზე შეუძლია ოპერირება. ახალი ვერტმფრენები დასავლეთ საქართველოში სტიქიის ზონაში არ გვინახავს. შვეულმფრენები ბაზიდან არც კი აფრენილა. ახლა სასაზღვრო პოლიციის საავიაციო დეპარტამენტის უფროს ვურეკავთ იმის გასარკვევად, რატომ არ გამოიყენეს ავიაცია თოვლში ჩარჩენილი მძიმე ავადმყოფების გამოსაყვანად. ალო, გესმით ჩემი ხო ბატონო იოსებ? ბატონო იოსებ, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. სამაშველო ვერტმფრენები სტიქიის ზონაში რატომ არ არის გაშვებული? ბატონო? ჩინოვნიკი დუმს, თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ ირაკლი კობახიძის მიერ 28 თებერვალს გამოცემული განკარგულება, სადაც წერია, რომ ახლა აღმოაჩინეს და სასწრაფოდ სჭირდებათ მილიონებად 1 წლის წინ ჩამოყვანილი ვერტმფრენებისთვის წებოები, ჰერმეტიკა და სახარჯი მასალები. ძალიან სულელური მიზეზი იყო, რომ თითქოს რაღაც უამინდობის გამო ვერ გამოიყენეს ვერტმფრენი. გასაგებია, უამინდობის გამო შეიძლება ვერტმფრენი ვერ გამოიყენო, მაგრამ მაშინ რა გვინდა ვერტმფრენი, რომელსაც სამაშველო ფუნქციები აქვს და როდესაც გვჭირდება, მაშინ ვერ ვიყენებთ. ანუ მზიან ამინდში, როდესაც არაფერი არ ხდება, მაშინ სამაშველო ვერტმფრენის არაფერში არ გვჭირდება.
სამაშველო ვერტფრენი გვჭირდება, როდესაც უამინდობა, როდესაც წვიმაა, წყალდიდობა, ზვავია და ასე შემდეგ. ქართული ოცნების რეჟიმი რომ გულგრილობას არ იჩენდეს და პასუხისმგებლობას გრძნობდეს, ქვეყანა ტრაგედიებით არ იცხოვრებდა. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და ცნობილი ქართველი გეოლოგი გვეუბნება, რომ ამ მდგომარეობამდე დაუსჯელობა მიგვიყვანა. პირველი იყო 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედია და კონკრეტული პირების გულგრილობას შეწირული 21 ადამიანის სიცოცხლე. მაშინაც გაფრთხილება არ წაიკითხეს, რეაგირება არ მოახდინეს და ადიდებულმა მდინარე ვერემ მოქალაქეები წაიხო. არასწორად დაგეგმილი სამაშველო ოპერაციის გამო კი ბიძინა ივანიშვილის ქარხანაში დამალულმა ვეფხმა კაცი შეჭამა. შოთა ადამიანს აინტერესებს, სად გაქრა ეს საქმე, ვინ და როგორ ჩაფარცხა დანაშაული. დიდი მსხვერპლიანი ამბები ხდება იმის მიერ, რაც მოვიდა ოცნება. პირველი მსხვერპლი ვერეს ხეობაში. უნდა გაწმენდილი ყოფილიყო, არ იყო გაწმენდილი, წყალი არ გაატარა. ორი კვირით ადრე წვიმები რო იყო, ძაღლები დაიხშო იქა. უკვე ცნობილი იყო, რომ ასეთი მოვლენა შესაძლებელია. და მოვიდა იგივე ისეთივე წვიმა, ისევე არ გაატარა, არც გზები ჩაკეტეს გზები არ გაეშოთ იქ. არავინ არაფერი არ გამოიკლია, ხო? ჩუმად. ესე ხდება, ეხლაც ესე მოხდება. არავინ არაფერს არ გამოიკლეს. ვერ იყიდიან ერთ დღეში, ერთ წელიწადში ამდენ ტექნიკას, ხო? შოთა ადამია ფიქრობს, რომ სახელმწიფოს სათავეში მყოფებს დაავიწყდათ რა არის მათი დანიშნულება. ამიტომ ახლა გეოლოგი ახსენებს ქართულ ოცნებას, რა არის მათი ვალდებულება. პირველი, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ქონება, ასევე საკუთრების უფლება. მაგრამ დღეს ამ ფუნდამენტური უფლებების დაცვა კი არა, ტექნიკის შეძენა ავიწყდება რეჟიმს. ამიტომ უხნალექს მაღალმთიან რეგიონებში პირველ ყოფილ დონეზე ხელებით და ნიჩბებით ებრძვიან. უზარმაზარი ფულები არის გადახდილი რაღაც არაჩვეულებრივ მანქანებში, რომელიც თვითონ დადიან, ხო? გადასარევი მანქანები 80,000 და 100,000 დოლარი და ესეთი ტექნიკა გეყიდა. რატო ვინ გითხრა რომ გურიაში თოვლი არ მოვა? ვინ თქვა რომ მაგალითად შოში მეწყერი არ შეიძლება მოხდეს. კომფორტული, ძვირად ღირებული ავტომანქანების გარდა რეჟიმმა ბოლო 2 წელში ჩინური სინოტრიკის წყლის ჭალის მანქანებით შეიძინა. ერთი ერთეულის ფასი $200,000 აღემატება. ეს კომპანია $80,000 აწარმოებს თოვლის საჭრელ მანქანებსაც, რომელსაც ერთდროულად შეუძლია დათოვლილი ტერიტორიის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა. ანუ სამჯერ უფრო იაფიჩდება ამ სპეციალური თოვლის საჭრელი მანქანების შესყიდვა ქვეყნისთვის, ვიდრე წყლის ჭალის მანქანების. მაგრამ რეჟიმს, როგორც ჩანს, სულ სხვა პრიორიტეტები აქვს. არცეთ მუნიციპალიტეტს არ აქვს რეაგირების გეგმა სტიქიურ უბუდურებებთან დაკავშირებით. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი სტიქია იქნება? ფაქტი ერთია, რომ რეაგირების გეგმა ყველა სცენარი უნდა იყოს გაწერილი. ოლიგარქის რეჟიმი გაკვეთილებზე ვერ სწავლობს. გრძელდება ქაოტური მშენებლობები, რამაც ბევრი რეგიონი მეწყერ საშიშ ზონად აქცია. ასეთია გურიაც. ამიტომ სპეციალისტები ახლა მომდევნო დღეებზე ღელავენ. როგორც კი ტემპერატურა აიწევა, თოვლი დნობას დაიწყებს. ამას კი მეწყერი, ღვარცოფი და წყალმოვარდნები მოყვება. როგორც კი დათნება, დაიწყებს დნობას, ანუ ტემპერატურა ავა მინუსიდან ავა ესე ვთქვათ პლუსის ფარგლებში დაფიქსირდება, დაიწყება ინტენსიური დნობა. ჩვენ უნდა ველოდოთ წყალმოვარდნებს, უნდა ველოდოთ ღვარცოფულ მოვლენებს, უნდა ველოდოთ ჩვენ და სამწუხაროდ მეწყერულ პროცესების განვითარებას ინტენსიურს. ევაკუაცია საჭიროა? ზოგ შემთხვევაში შეიძლება უკვე იყოს საჭირო, იმიტომ რომ უკაცრავად, მაგრამ სააგენტოს უკვე დიდი ხანია დადებული აქ ის სოფლები, რომელიც რისკის ქვეშ არის. სპეციალისტების რეკომენდაცია რეგიონებში მოიძიონ გეოლოგები, დაათვალიერონ ტერიტორიები და გამოიყვანონ მოსახლეობა უსაფრთხო ზონაში. ამ პროცესებში
თავისუფლად შეიძლება სამხედროების და მათი ტექნიკის გამოყენება. ახლა ყველა რესურსი სახელმწიფოს ხელშია და მისი გამოყენების დროა, რადგან ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება გლობალური დათბობის პირობებში შეუძლებელია. შესაბამისად, არავინ იცის, როდის გამოიტარებს, რამდენ გრადუსამდე აიწევს ტემპერატურა და რა სიჩქარით დაიწყება თოვლის დნობა.